როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობისა მოგესალმებით ყველას ტრადიციულად რადიო იმედის ღია ეთერში ტრადიციულად ხუთშაბათობით საღამოს 7 საათიდან გთავაზობთ გადაცემას PR ფორუმი. მე მისი წამყვანი ნინი ხუგაშვილი ვარ და მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისთვის. დღევანდელ თემად კი გთავაზობთ რეკლამის ფსიქოლოგიას. სტუმრად მოვიწვიეთ ბატონი ტარიელ ძივზივაძე, პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი. საღამოშიდობისა ბატონ ტარიელ. მოგესალმებით, გამარჯობათ. და ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვიწვეთ გადაცემაში სტუმრად ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. მადლობთ. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემაა, მით უმეტეს რომ ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა რეკლამის სპეციფიურობას მხოლოდ ამ კუთხით არ განვიხილავთ, ბუნებრივია დღევანდელ გადაცემაში ის მოიცავს მრავალ ჭრილს. თუმცა თავდაპირველად მინდა აღვნიშნო ის, რომ რამდენიმე წლის წინათ ის რომ ტელევიზიაში განთავსდებოდა რამდენიმე წამიანი რეკლამა, ეს უკვე ბიზნეს გაყიდვებს ძალიან მნიშვნელოვნად ზრდიდა. დღეს რეალურად ესე აღარ არის, ანუ არხებიც გაიზარდა, მოსახლეობის შემეცნების დონეც უფრო მაღლა დგას. დღეს რა პრობლემის წინაშე ვდგავართ ყველაზე მეტად? სად უჭირთ კომპანიებს და აუცილებლად განმარტოთ ბუნებრივია რეკლამის როლი თავდაპირველად. მოდი შევეხოთ ჯერ საერთოდ რა არის რა მიზანი აქვს რეკლამას. რეკლამის მიზანი არის ძალიან მარტივი. აი მაგალითად, თქვენ თუ არიცით რომ პროდუქტი არსებობს, საიდან იყიდით მას? ანუ რეკლამის მიზანი არის ერთადერთი რომ პროდუქტის შესახებ ინფორმაცია მივიდეს პოტენციურ მყიდველამდე. ეხლა შევხედოთ რა ხდებოდა მაგალითად 10 წლის წინ. 10 წლის წინ დაუშვათ აი მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელს რომ ჰქონოდა გადასაწყვეტი რაში დახარჯოს ფული, ანუ რა ტიპის სარეკლამო საშუალება შეარჩიოს, ანუ რომელი კონკრეტულად რა იყო მაშინ 10 წლის წინ. ძირითადი ლოკომოტივი ტელევიზია, რადიოებსაც სერიოზული როლი ჰქონდათ და რა თქმა უნდა პრესა. 10 წლის წინ რეკლამაში იშვიათი გამონაკლისი თუ არ იქნებოდა, თორე ფულს არავინ დახარჯავდა. მაშინ მოდის ვთქვათ საქმიანი ადამიანების დიდი ნაწილი წავიდოდა ლომის წილს თავის ფულს მიიტანა ტელევიზიაში დახარჯოდა, იმიტომ რომ ფაქტი სახეზე იყო, ღებულობდა შედეგს. დღეს შევხედოთ რა ხდება. დღეს ტელევიზიებიც ბლომადაა, რადიოც ბლომადარი, პრესის საშუალებებიც ბლომადარი, ინტერნეტში კიდე იმდენი შესაძლებლობა. თავი მოთამაშე შემოგვიერთდა სოციალების და ინტერნეტი. სოციალური ქსელები და ინტერნეტი. ინტერნეტი გაძლევს საშუალებას ერთი დაწყაპუნებით, სოფლიო მასშტაბით დაიწყო სარეკლამო კამპანია, თან ისე, რომ აი კომპიუტერისგან მოცილებაც არ დაგჭირდება. გამარტივდა ეს ამბავი თუ უფრო მეტად გართულდა? გამარტივდა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ადვილი გახდა ადამიანთან მისვლა, ანუ შენი გზავნილის მიტანა, მაგრამ გართულდა იმ თვალსაზრისით, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი ინსტრუმენტია და როგორ გაანაწილოთ ბიუჯეტი ამ მრავალ ინსტრუმენტს შორის უკვე ადვილი გადასაწყვეტი არ არის. ყველაფერი თავის სპეციფიკურ ცოდნას ითხოვს. ტელევიზიაში რეკლამის განთავსების არქიტექტურა ცალკე ცოდნაა. ინტერნეტში ამის გაკეთება ცალკე ცოდნა. დღეს მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც 10 წლის წინანდელი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს, მოდი პირდაპირ ვთქვათ, არ არის უყოფილი. მომხმარებლის მიმართ ლოიალურობა წინა წლებთან შედარებით შენარჩუნებულია რეკლამის მიმართ. თუ არის სკეპტიკური დამოკიდებულებები გამოცდილებებიდან გამომდინარე? მოდით პირდაპირ ვთქვათ, მომხმარებელი დღეს არის უფრო ინფორმირებული. მას შეუძლია მრავალი წყაროდან მიიღოს ინფორმაცია და ამას ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ. ინტერნეტი, ტელევიზია, რადიო 1000 საშუალებაა რომ მიიღოთ ინფორმაცია და შესაბამისად ჩვენი მოტყუება გაცილებით რთულია. წინა წლებთან შედარებით. ამას განაპირობებს ცვლილებები? კი ბატონო, ამას განაპირობებს რა თქმა უნდა გამოცდილებაში ცვლილებები, მრავალფეროვანი ინსტრუმენტები, მრავალფეროვანი მიდგომებიც. იმიტომ რომ კომპანიები სულ უფრო მეტად ცდილობენ და ეს ბუნებრივიც არის, რომ რაც შეიძლება მეტად შემოქმედებითად მოვიდნენ თქვენამდე, ჩვენამდე, ყველა მომხმარებლამდე და ეს არის ტენდენცია, ამის გარეშე დღეს შეუძლებელია. როგორ იპყრობს დღეს რეკლამა ყურადღებას? როგორ უნდა გაკეთდეს რეკლამა? რა ტიპის უნდა იყოს ის, რომ დღევანდელი საზოგადოების ყურადღება მიიქციოს? მოდი პირდაპირ ვთქვათ, სარეკლამო საქმიანობაში გვაქვს 3 მთავარი ტიპის გზავნილი. პირველი არის ემოციური, მეორე რაციონალური და მესამე მორალური. ეხლა ბოლოდან დავიწყებ. მორალურის დროს აქცენტი კეთდება მორალურ მომენტებზე, მაგალითად პატრიოტიზმი. რაციონალურის დროს მაგალითად იყიდე 2, გაჩუქებ მესამე, წმინდა რაციონალური ფაქტორი მოქმედებს. ემოციური, ეს არის ყველაზე ძლიერი არგუმენტი მით უმეტეს ჩვენს ემოციურ საზოგადოებაში. ანუ აღიარებული ფაქტია, თუ მოახერხებ რომ შენი რეკლამა მაქსიმალურად გაჟღინთო ემოციით ისე რომ ვაუ ეფექტი მიიღო,
ეს იქნება ყველაზე ძალიან მაგარი. ამას ლობს ყველა, სხვადასხვა საშუალებით. უბრალოდ გადახედეთ, შემოქმედებითი რეკლამა პირველ რიგში ურტყამს ემოციურ მხარეს. რა თქმა უნდა, ძირითადად ვილაპარაკობთ, თორე 1000 გზა არსებობს, ერთ და იგივე გზავნილის, ანუ სათქმელის თქმისა. და როგორ უნდა მივიდეთ აი ამ თქვა ემოციური იქნება ეს თუ რაციონალური როგორ ვიწყებთ თქვა რა არის საპილოტო ვერსია თქვა საიდანაც უნდა დავიწყოთ პირდაპირ თქვა პირველი და უპირველესი არის მიზანი რა გვაქვს მიზნა თუ ჩვენი მიზანი არის რომ აი მაგალითად გავყიდოთ ეს წყლის ჭიქა ხო ნუ ამას მოყვება მე მთელი არქიტექტურა იქ თავარი ბრენდის ატრიბუტებიდან დაწყებული სახელი სლოგანი თვითონ გრაფიკული და ასე შემდეგ დამთავრებული კონკრეტული გაყიდვების მიზნების ჩათვლით უპირველესი ამოცანა კომპანიისთვის არის გაყიდოს პროდუქტი. რეკლამა ემსახურება ამას. ოღონდ ერთი რამ უნდა დავემახსოვროთ, რომ მარტო რეკლამის იმედზე ყოფნა არ გამოგადგებათ. მარტივ მაგალითს ვიტყვი. შეიძლება ძალიან კარგი რეკლამა გააკეთოთ, მაგრამ დავუშვათ მიდის მომხმარებელი თქვენს ობიექტში და მოუწესრიგებელი ობიექტი ხდება. დავუშვათ თანამშრომელის კონსულტაცია ეკითხება რჩებას და იგიც კიდე არწივისებული ზერით გახედავს. ანუ 1000 ნიუანსია, რომელიც მოქმედებს დღეს გაყიდვებზე. დღეს არ არის საკმარისი მოკლედ გააკეთო მხოლოდ რეკლამა და გაუშვა ის და იქონდეს იმედი რომ ვინმე მოვა და როდის რა ეტაპიდან უნდა დავიწყოთ ამ სარეკლამო კამპანიის დაგეგმა? როდესაც უკვე ყველაფერს ჩამოვაყალიბებთ თუ დღეს არის ხშირ შემთხვევაში როდესაც იწყებენ რაღაცის გაყიდვას, გულისხმობ ამ შემთხვევაში გაყიდვას ისევ რეკლამებს იღებენ რგოლებს და ასე შემდეგ, მაგრამ იდის მომხმარებელი და ადგილზე როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ხდება აბსოლუტურად განსხვავებული სურათი. ალბათ უმჯობესი იქნება ჯერ ყველაფერი მოწესრიგდეს და შემდეგ ხშირად ეს პროცესები არის პარალელური. ანუ დავუშვათ ერთი განყოფილება ერთ საქმეს აკეთებს, მეორეც, ანუ გეგმა როცა დგება თავიდან ვინ რა გააკეთოს, იქ ცხადია სარეკლამო კამპანია, ეს უცებ არ ხდება, ცხადია იმას რგოლს მომზადება უნდა იქ 1000 შეიძლება კვლევა იყოს ჩასატარებელი, რაღაც კონკრეტული წერტილი ყოველასთვის არის, სადაც ყველას უნდა ქონდეს თავისი, ანუ შიგნით კომპანიაში დამთავრებული თავისი საქმე, რომ დავუშვათ ხა რომ დაიწყოს სარეკლამო კამპანია და დახზე პროდუქტი არ ქონდეს ხო უაზრობა. ამიტომ ეს ყველაფერი, ყველა ფუნქცია, ყველა საქმიანობა თანხმობაში უნდა იყოს და არ შეიძლება ისე წარმოვიდგინოთ, რომ რეკლამა არის რაღაც გაყენებული საქმიანობა და ის უეჭველი მოგვიტან შედეგს. არ ხდება ეგრე. აღარ ხდება ეგრე. დღეს მიზანი ჩვეულებრივ განვითარებად კომპანიას ის კი არ უნდა ქონდეს, რომ მაინც და მაინც რეკლამა გააკეთოს და გაუშვას. დღეს მიზანი უნდა ის იყოს, რომ მაქსიმალურად ჩართოს თავისი მომხმარებლები ყველა პროცესში, მათ შორის ხარისხის კონტროლშიც, მათ შორის უკავშირის მიღებაშიც. დღეს მომხმარებელი არის ძალიან ძლიერი. დღეს სოციალური ქსელებიდან თუნდაც გამომდინარე, ხო ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. მთელ მსოფლიოში დღეს ინტერნეტით რევოლუციები ხდება. და დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აუდიტორიასთან ურთიერთობის დამყარება, რაც ჩვეულებრივ პიარის მიზნებს წარმოადგენს. აუცილებელია ეს დღეს ამის გარეშე წარმოუდგენელია ფაქტობრივად. დღეს სხვა რეალობა 10 წლის წინ სხვა რეალობა იყო. უბრალოდ ეგ არის რომ ყველას შეიძლება არ ესმოდეს რომ დღეს სხვა რეალობა. მეცაც გეტყვით სხვათა შორის შეიძლება იყოს ბიზნესი რომელსაც სულ არ აინტერესებს დღევანდელი რეალობა. ის მიჩვეულია უბრალოდ შეიძლება ტიპი იყოს ბიზნესისა ისეთი რომელიც 10 წელი 20 წელი ერთი გზით აკეთებს თავის გასაკეთებას და ის შეიძლება საერთოდ რეკლამასაც არ აკეთებდეს. ხვდებით? გამართლებულია ეს მიდგომა. ისიც რა მარკეტინგში გვაქვს ერთი ოქროს პასუხი მსგავს შეკითხვებზე გააჩნია რა შემთხვევაში. ეს გულისხმობს ეს რა შემთხვევები. იცით რა, აი მაგალითად მე ძალიან გამიადვილდებოდა კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ლაპარაკი. ხა ჩემთვის ძალიან რთულია ის რაღაც ზოგადი საუბარი, იმიტომ რომ მე მაგალითად ვიცი ერთი რომ არ შეიძლება რომელიმე მარკეტინგულ ინსტრუმენტზე თქვა უარი და გადააგდო ესე ვთქვა. ყველას აქვს თავისი როლი და ფუნქცია. მანქანის კარებზე მიკრული ლოგოდან დაწყებული რადიო რეკლამის ჩათვლით. უბრალოდ უნდა ესმოდეს იმ ადამიანს, ვის ხელშიც არის ეს ინსტრუმენტები, რა არის თითოეული ინსტრუმენტის ხარჯი და მისგან რა შედეგს შეიძლება ელოდო. ეს უნდა გესმოდეს და ამის შემდეგ უკვე უფრო გააზრებულად მიიღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის განაწილების თაობაზე სარეკლამო ინსტრუმენტებს შორის. რეკლამა ბუნებრივია მხოლოდ ბიზნეს სექტორს არ გულისხმობს, აქ ჩვენ თავში აღვნიშნეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს და პოლიტიკური რეკლამის თემას ბუნებრივია ვერ ავწდებოდით და რადგან თქვენ დაიწყეთ საუბარი ღირებულებებზე, რომელიც განსაზღვრავს ხშირ შემთხვევაში წარმატებას, წარუმატებლობას და ასე შემდეგ, მათ ჩართულობას ამ პროცესში. ძალიან ხშირად იკვეთება და იმას, რომ თქვათ შესაძლებელია რაღაც ინსტრუმენტი გაცვდეს. ახლა მახსენდება ყველაზე მეტად რაც ხდება თვალში, წლების წინ ძალიან ისეთი ემოციური
იყო, როდესაც დაინახავდი, რომ მოხუცხელს ართმევდა ეფერებოდა ბავშვი აყავდა ხელში. დღეს თითქოს გაცვდა. ჩემი როგორც თქვა რიგითი დავირქმევდი მომხმარებლის გადასახედიდან. ეს ინსტრუმენტი თქვა დაახლოება ამ სფეროსთან. თქვენ რა სიტყვით? ცდება რეალურად ინსტრუმენტები ჭირდება დღევანდელ ასე ვთქვათ პოლიტიკური რეკლამის სფეროს გადაფასება? რა გაკლიათ ყველაზე მეტად როდესაც მათ უყურებთ? ალბათ ვერ ვიტყვი რომ რამე ცდება. უბრალოდ გაცვეთილობა გამოყენების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ხა სულ თუ ერთი და იგივე მოხუცე ხელის ჩამორთმევა აქვს გამოყენებული ყველა სარეკლამო გზავნილში, ანუ პოლიტიკურ რეკლამებში შევეხოთ, ხო? ამოვიდა მომხმარებელს ხელში ერთ და იგივე, მაგრამ მე უფრო მივიწევ მრავალფეროვნებისკენ, ხო? ისიც იყოს, ადამიანობას ფასი არ დაუკარგავს. კი მართალია ძალიან ბევრი კომპიუტერიც არის მიმჯდარი დღეს. და არ შორდება, მაგრამ ადამიანურ ფასეულობებს არ დაუკარგავს თავისი თავარი მნიშვნელობა და შესაბამისად მით უმეტეს პოლიტიკურ რეკლამაში როცა საზოგადოებასთან ზოგადად ყველას მიმართავ, ხო ხა ის ადამიანური ღირებულებების გამოყენება და მასზე აქცენტირება ბუნებრივი პროცესი, ანუ არავითარ შემთხვევაში როგორც ინსტრუმენტი ჩამოფასებული არ არის, უბრალოდ შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს ამ ინსტრუმენტის გამოყენება და ვერ გამოიყენოს სათანადო დეგარი და ეგა. თქვენ აი ამ საპრეზიდენტო არჩევნებს რომ შეხედოთ როგორც ერთ-ერთ ბიზნეს პროდუქტს. რა აკლია ყველაზე მეტად? შეფუთო, რომელიც გულისხმობს რას? მაგალითად, შეფუთვა გულისხმობს ამ შემთხვევაში იმას, რომ აი სათქმელი ასე ვთქვათ, მყარად იქნას მიტანილი აუდიტორიამდე ყველა გამოყენებული არხით. ანუ ის გზავნილი რომელიც გადაიცემა დაუშვათ რადიო რეკლამაში და ის გზავნილი რომელიც მიდის ტელეეთერში და ის რომელიც მიდის ინტერნეტ არხებით, ხო? ერთმანეთთან უნდა იყოს შეკავშირებული და რაღაც საერთო სათქმეს უნდა ამბობდეს. ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივეს უშვებენ ხოლმე თითქმის ყველგან სატელევიზიო და სარეკლამო რეკლამა მხოლოდ მე მგონი ვიზუალის არქონის გამოგაიზღოდება ერთმანეთს. ეს რა ბიუჯეტის პრობლემაც არის, ახლა მარტო შემოქმედებით ხარესაც ვერ დავაბრალებთ, ახლა ზოგს კანდიდატს მეტი აქვს ბიუჯეტი, ზოგს ნაკლები აქვს, ზოგი შეიძლება თვითონ სახში წერს თავისი მეგობრებით ახმარებით ამ რეკლამებს. ანუ აქ აი ამ კუთხით მსჯელობა ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტი, რასაც მე ვხედავ, რომ საპრეზიდენტო კამპანიას აკლია, ამას აკლია ხარისხი. იმიტომ რომ დღეს არ არის სიმზაფრის კონკურენცია, რომ მაგალითად აქცენტი აი თავი მოიკლას ვინმე რომ ძალიან სერიოზული ფული ჩადოს კამპანიაში. მაგრამ აი 2012 წლის 1 ოქტომბრის წინასაარჩევნო პროცესში აი აქ იყო თუ იყო. ბუმინამდოდ. საარჩევნო შეიძლება ძალიან დიდი მრავალფეროვნება გამოყენებულ ინსტრუმენტებს შორის დაწყებული ტელეეთერიდან დამთავრებული ინტერნეტ რეკლამის ჩართვა. ადამიანის ჩართულობას რეკლამაში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? ზოგი ამას არიდებს თავს, ზოგი არ. რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ პერსონა, რომელსაც გადავწყვეტთ, რომ იყოს ან კომპანიის სახე, ამ შემთხვევაში რეკლამაში უნდა იყოს გამოყენებული. რა დატვირთვა უნდა ქონდეს მას? მოდით ესე ვთქვათ. რადგან რეკლამის ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობთ, თავისთავად ბუნებრივია. კარგით, რა ხომ ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობთ, მაშინ პატარა გადახვევას გავაკეთებ. სად მიმდინარეობს რეალურად ეს შეტაკებები კომპანიებს შორის? ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, წარმოვიდგინოთ ბრძოლა, ხო, მსოფლიო ისტორიაში ნებისმიერ ბრძოლას მოიხსენებენ იმ ადგილის მიხედვით, სადაც ეს ბრძოლა გაიმართა. სად მიდის სარეკლამო კამპანიების შეჯახება, სად მიდის იგივე პოლიტიკური კამპანიების შეჯახება? ეს მიდის ძალიან კონკრეტულ ადგილას, ძალიან ბნელ და ნესტიან ადგილას, ეს არის ადამიანის ტვინი. აი აქ ეჯახება ერთმანეთს მრავალი კომპანიის, კონკურენტი კომპანიის გზავნილი. ადამიანის ტვინში დღის განმავლობაში 60,000-მდე აზრი გაიელვებს. რამდენი გზავნილს ღებულობს დღის განმავლობაში ადამიანი? ალბათ განვითარებულ ქვეყნებში, შედარებით განვითარებულ ქვეყნებში 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო მეც. ანუ მე იმას ვამბობ, რომ ადამიანის ტვინში ერთმანეთს ეჯახება ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია ყოველდღიურად, ყოველწამიერად და ყველა კომპანია მიუხედავად ამისა, ეს ბიზნეს კომპანია არის თუ პოლიტიკური მხარე არის, ცდილობს რომ ადამიანის ტვინში მოიპოვოს თავისი პოზიცია თან სხვის ხარჯზე. აუცილებლად ეს სხვის ხარჯზე ხდება და არა ისე რომ აი ეს ხარჯზე მოფრინდეს. ასე რომ ბუნებრივი პროცესია ყველა კომპანია ებრძვის ადამიანის გონებაში გაბატონებისთვის და მედიას აქ გადამწყვეტი როლი. იმიტომ რომ მედია არის უძლიერესი ინსტრუმენტი, მას შეუძლია დამნაშავე, უდანაშაულო და აქციოზ, უდანაშაულო კიდე დამნაშავედ და მართოს ადამიანის გონება.
ეგ არის რეალობა. ამას იყენებს ბიზნესიც, ამას იყენებს პოლიტიკაც, ყველა იყენებს ამას. უბრალოდ ზოგი უფრო ეფექტურია ამ საქმეში, ზოგი კიდე ნაკლებად. ზოგი უფრო მეტად განსწავლულია სარეკლამო ტექნოლოგიებში, ზოგი უფრო ნაკლებად და შესაძლებელია მსხვერპლი აღმოჩნდეთ ძალიან მარტივად ამ დროს, ხო? მაგრამ მსხვერპლი ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მსხვერპლი დავარქვათ თავისი სახელი, ხო, ჩვენ მოგდის ძალიან ბევრი უაზრო და სულელური გზავნილი ყოველდღიურად და პირდაპირ გაგებით ვართ მსხვერპლი. ხანდახან სულაც არ გვინდა იმის მოსმენა, მაგრამ ნუ რას იზამ. იცით რა მაინტერესებს? არის რაღაცა კონკრეტული რეცეპტები მარკეტინგში და რეკლამაში ძალიან ცუდი სიტყვა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს არის უფრო მეტად შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც რეცეპტები ნაკლებად უნდა გქონდეს, მაგრამ რაღაცა სწორხაზოვნება ალბათ გარკვეულწილად უნდა ახასიათებდეს. იმისთვის რომ მოხდე მომხმარებლის ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ქცეთში, რაც თქვენ საუბრობდით ადამიანის მგონებასა და twin-ში. რა რისი გათვალისწინება ამ დროს საჭირო? სამწუხაროდ ხმის რეჟისორი მატყობინებს რომ ამ ეტაპზე ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა ჩვენ რეკლამის და გადაცემის საინფორმაციო გამოშვების შემდეგ შემოგიერთდებით ეთერში თქვენ უსმენთ გადაცემას PR ფორუმი გახლავართ ნინი ხუგაშვილი და დღეს თემაზე რეკლამის ფსიქოლოგია პროფესიონალ ბიზნეს ტრენერ ბატონ ტარელ ზივზივაძესთან ერთად განვიხილავთ. მადლობა რომ გვისმენთ. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. საღამოშიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, თქვენ უსმენთ რადიო ემეთ, გახლავართ ნინი ხუგაშვილი და ეთერში გთავაზობთ გადაცემას PR ფორუმი. განვაგრძობთ რეკლამის ფსიქოლოგიაზე საუბარს ბატონ ტარელ ზივზივაძესთან ერთად, რომელიც პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი გახლავთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ ტარელ, ჩვენ საინფორმაციო გამოშვებამდე საუბრობდით თემაზე და ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ უნდა მოუხდეთ და დავრჩეთ რაღაცა გარკვეული დროით მომხმარებლის გონებაში. ჩვენ ეს თემა შეგვიძლია განვიხილოთ მაგალითად დღე ეთერში პატარა ექსპერიმენტიც მოვაწყოთ თქვენის ნებართვით. კი ბატონო. რა სფერო შეიძლება ავირჩიოთ იმისთვის რომ დაახლოებით 10 წუთში მოდით შევარჩიოთ ჯერ ორი სიტყვით ვთქვათ, მოდით როგორ დავრჩეთ ადამიანის გონებაში. მე შევარჩიოთ თემა და მე გავანვარცოთ ეს თემა ექსპერიმენტის სახით. როგორ დავრჩეთ? ჩვეულებრივ. მოდი შევხედოთ ჯერ რეალობას. რეალობა როგორი არის? აი ავიღოთ რადიო, ხო? ტიხარში არის საკმაოდ ბევრი სარეკლამო რგოლი, ხო? ავიღოთ ტელევიზია. იქაც საკმაოდ ბლომად არის სარეკლამო რგოლები ნებისმიერ ტიხარში. პრაიმ ტაიმში განსაკუთრებით. ავიღოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი. გავიხედოთ გარეთ. თბილისი არის სარეკლამო პაუზას დამგვანებული. მით უმეტეს ეხლა ამ პერიოდში. როგორ დავრჩეთ ადამიანის გონებაში? რომ მხოლოდ თბილისია საუბარი, იმიტომ რომ სოფლიოს ყველა ქალაქში ესეთი ამბავი ხდება და კიდევ ამ შემთხვევაში ჩვენ თბილისზე ვილაპარაკოთ აქავართ. ანუ რეალობა რა არის? რეალობა ეს არის, რომ თუ გინდა ამ გზავნილების კორიანტელში, სადაც ყველა ცდილობს რომ ადამიანის twin-ში შეძრეს, შენი კომპანიით შეხვიდე ამ twin-ში და ადგილი დაემკვიდრო, ეს უნდა მიაღწიო განსხვავებულობის გზით. ძალიან დიდი მნიშვნელობა ამიტომ აქვს ბრენდინგის სტრატეგიის სწორად შემუშავებას, დაწყებული სახელიდან დამთავრებული მუსიკალური ხელმოწერის ჩათვლით ყველა ნიუანსს აქვს მნიშვნელობა, თუმცა ყველა კომპანია ერთნაირ ყურადღებას ამ საკითხს არუთმს და შესაბამისად მისი გზავნილიც როგორც შემოივლის, ისე ჩაივლის და არ რჩება ადამიანის გონებაში. თან ადამიანის გონება არის, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან მარტივი შეკითხვა რო დაგისვათ ნინი, გუშინ საღამოს დაუშვათ რომელიმე ტიხარში რამდენი სარეკლამო რგოლი ნახეთ. ძალიან ბუნებრივი პასუხი იქნება, რომ შეიძლება უბრალოდ არც ერთი არ გაგახსენდეთ, იმიტომ რომ ადამიანი არ უკვირდება ამას. ამიტომ არის მოფიქრებული უამრავი ხრიკი, როგორ დაჩეს ადამიანის გონებაში ქვეცნობიერი დონეზეც კი. განსხვავებულობა, ეს არის ერთ-ერთი რეცეპტი, თუ შეიძლება რამეს რეცეპტი უწოდო მარკეტინგში, აი ამ საკითხში. განსხვავებულობა და რამდენად შემოქმედებითად იქნება ეს განსხვავებულობა მიტანილი უკვე ადამიანამდე. აი აქ გადის წარმატების, ასე ვთქვათ, გზა. პროდუქტად შეგვიძლია ავიღოთ არა მხოლოდ ბიზნეს სექტორიდან, არამედ ჩვენ როგორც უკვე ვთქვით, არის პოლიტიკური ციებ-ცხელება. მე არ გეტყვით არც ერთ კანდიდატს არ ვაკადრებუნებრივია, რომ მისი ვთქვათ მაგალითი განვიხილო ღია ეთერში. თუ შეიძლება რომ ავიღოთ ისეთი პერსონა, რომელიც არის საზოგადოებისთვის უცნობი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იმ კანდიდატებიდან, რომელიც 20-ზე მეტია საპრეზიდენტოდ გაწერილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სიაში, ვთქვათ, არის ძალიან ბევრი უცნობი. შეგვიძლია პირობითად ერთ-ერთი ადამიანი, მაგალითად მე ვარ ნინი ხუგაშვილი, რომელმაც გადავწყვიტა, რომ მინდა გავხდე საქართველოს პრეზიდენტი. კარგით, ძალიან საინტერესო შემთხვევა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ რეალობას, საიდან დავიწყოთ, ხო? პირველი, როგორც ნებისმიერი ნორმალური კონსულტანტი დასვამდა ესეთ შეკითხვას. პირველი მიზანი და მეორე ბიუჯეტი. ანუ, რა მიზანი გაქვს
როგორც პიროვნებას, რომელიც ღებულობს რაღაცა პროცესში მონაწილეობას და რა არის ამისთვის ბიუჯეტი. დროს აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ვადებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მაგრამ ვინაიდან ვადა შემოსაზღვრული გვაქვს პირობითად, ეხლა ჩვენ საკმაოდ რეალურ შემთხვევას ვიღებთ, შეიძლება ზოგიერთმა გამოიყენოს კიდეც მომავალში, ეხლა უკვე ვეღარ მოასწრებს, მაგრამ გვაქვს რა დარჩენილი სულ რამოდენიმე დღე. ამ დღეებში ბევრს შეიძლება ვერაფერი მოასწრო, მაგრამ დავიწყოთ ისევ თავიდან. ამ შემთხვევაში მიზანი და ბიუჯეტი ცხადია, დროც მნიშვნელოვანია. მიზანი პრეზიდენტად გახდომა შეიძლება სიტყვით თქვა რომ ასია, მაგრამ ბუნებრივად ვერ გამოვა. მოდი რეალურად რეალური მიზეზი. ძალიან ბევრი კანდიდატი დღეს ვინც არის, რა თქმა უნდა, ეს არის პლატფორმა, ეს არის შევიქმნათ პლატფორმა სამომავლოდ დღეს საქართველოში არის რეალობა ისეთი ძალიან რთულია გაანჭვრიტო რა იქნება 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ, ამიტომ ძალიან ბუნებრივია ვიფიქრო რომ წარმომამზადო ტრიბუნა, ხო? ამ შემთხვევაში ამაზე საუბარი თორე პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობა არ არის ისეთი დიდი პრობლემა. რეალურად ეს უკავშირდება 30000 ხელმოწერის შეკრებას და ასე ვთქვათ პროცედურულ გარკვეულ საკითხებს, ხო? ანუ მთავარი მიზანი უცნობი კანდიდატებისთვის უფრო მეტად არის დაფიქსირება ორბიტაზე, გამოჩენა და ბევრი მათგანისთვის მიზანი ნამდვილად არ არის გამარჯვებისთვის ბრძოლა. მეცაც გეტყვით, უაზრობა იქნებოდა ეს რო ყოფილიყო ვინმესთვის მიზანი მათ შორის. მოდი შევთანხმდეთ, რომ მიზანი არის გამოჩენა. ეხლა პირველ რიგში გამოჩენას როცა ვეხებით, ხო? საზოგადოებას ესე იგი უნდა გააცნოს საკუთარი თავი, ხო? აუცილებელია განსაზღვრული კონდეს ბიუჯეტი. თუ ბიუჯეტი არის $100,000, პირობითად ვლაპარაკობ. ამ შემთხვევაში ცხადია ინსტრუმენტები სათანადოდ უნდა შეარჩიო. თუ ბიუჯეტი გაქვს მილიონი, მაშინ სხვანაირად უნდა შეარჩიო. თუ ბიუჯეტი დიდი გაქვს, მაშინ შეიძლება სერიოზულ კამპანიაზე საუბარი, სატელევიზიო რგოლები, ხალხთან გაცილებით მეტი შეხვედრები, მეტი ურთიერთობა ინტერნეტშიც თუნდაც მთელი გუნდი შეიძლება აიყვანო. მაგრამ თუ ბიუჯეტი გაქვს ძალიან შეზღუდული, ამ შემთხვევაში ყველაზე ერთ-ერთი დანახარჯ ეფექტური გზა არის ინტერნეტის გამოყენება. სატელევიზიო ეთერი ძვირია, კი მართალია, უფასო დრო გამოყოფილია ტელევიზიაშიც, რადიოშიც და კანონი ამას არ რეგულირებს. მაგრამ თუ გინდა რეალურად გააცნო საზოგადოებას თავი და მცირე ბიუჯეტი გაქვს, ამ შემთხვევაში ინტერნეტზე აქცენტირება ნამდვილად ჭკვიანური გზა არის, იმიტომ რომ ინტერნეტის მეშვეობით საქართველოში თითქმის 2 მილიონ ადამიანამდე მიხვალა. და იმიტომ რომ შესრულდეს ჩემი მიზანი. გარკვეული. რა თქმა უნდა, მიზანი არის ცნობადობის გაზრდა, ხო? ამისი გაზომვა ინტერნეტში ძალიან ადვილად შეიძლება. უბრალოდ არის ხალხი, ვინც ამას ზომავს, ვინც ვერა. ხერხები მაინტერესებს, რა ხერხებს ვიყენებ იმისთვის, რომ გავხდეთ თქო ცნობადი. ამ შემთხვევაში ისევ და ისევ კონკრეტულ შემთხვევაზე გავჩერდეთ. კონკრეტული ბიუჯეტის ფარგლებში დავუშვათ გვაქვს $100,000 და კონკრეტული მიზანი იმისა, რომ მაქსიმალურად უკეთესად გამოვხდეთ. შეიძლება ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მოვახმაროთ მცირე გუნდის შექმნას, ინტერნეტში სერიოზული კამპანიის გაშლას, სერიოზული საიტის გაკეთებას, სადაც ინტერაქტივი გექნება საზოგადოებასთან, მაქსიმალური ჩართულობა სოციალურ ქსელებში, პირდაპირ ვიტყვი, $100,000 ინტერნეტში ჩადება მოიტანს გაცილებით უფრო მეტ შედეგს, ვიდრე ტელევიზიაში ჩადება. ანუ მთავარი ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს ბიზნეს სექტორის შემთხვევაშიც, არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა. აუცილებლად პოლიტიკური პროდუქტი ეს არის ადამიანი. ამ შემთხვევაში ჩვენ ლაპარაკობთ პრეზიდენტობის კანდიდატის. შესაბამისად, მე უნდა გავიცნო ადამიანი. და თუ მე მინდა გამოცნოს ადამიანმა თავისი თავი, შესაბამისად ის ჩემთან უნდა მოვიდეს. მე არ მივალ მასთან, ხო? რა ტიპის აქტივობები მოქმედებს და ზემოქმედებს ადამიანებზე ყველაზე მეტად? იცით რა, ადამიანს გააჩნია, ეხლა ზოგადად ხალხს რა მოწონს, ხო? მარტივად შეიძლება დავსვათ შეკითხვას. ადამიანურ ემოციებზე თამაში არის, ემოციებზე ზოგადად თამაში და ემოციური გზავნილებების კეთება ხალხამდე უფრო მოკლე გზა არის ზოგადად. უბრალოდ ყველა ვერ მოძებნის, ყველა არ არის იმდენად ორიგინალური, რომ თვითონ მოიფიქროს ყველაფერი. ამისთვის გუნდია საჭირო. ამისთვის მთელი კონსულტანტების გუნდი შეიძლება ყავდეს კანდიდატს, იმის დამიხედვით თუ რა არის მისი მიზანი. მაგრამ ეს ისევ და ისევ დამოკიდებული არის ბიუჯეტზე, იმიტომ რომ რეალურად შორს ვერ წახვალ თუ ფული არ აქვს. კვლევის ჩატარებას ამ შემთხვევაში აქვს, მე ვიცი რომ ბუნებრივად ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული კვლევის ჩატარება, მაგრამ ამის გარეშე ვერ გაზომავ რა უნდა ხალხს და რას თავს. ძალიან კარგი შეკითხვა. კვლევის ჩატარება ამ დროს არის აუცილებელი, უბრალოდ ეს გამომდინარე ისევ და ისევ ბიუჯეტიდან შეიძლება მცირე ბიუჯეტიანმა კანდიდატმა თავისი ინიციატივით ვერ გააკეთოს. თუმცა
აქ უკვე შეიძლება მიმართოთ სხვა საშუალებებს. არის სხვა კანდიდატი, რომელიც ფონს იკვლევს და შეიძლება დავეხმაროთ სხვათა მონაცემს, აი დღეს აი ამ პერიოდში ქვეყნდება სხვადასხვა მონაცემები, ხო? ზოგი შეიძლება გაბერილია, ზოგი შეიძლება არის, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ისედაც იდება ძალიან ბევრი კვლევის მონაცემი. კვლევის მონაცემი უფრო მეტად აინტერესებს იმას, რომელიც აი ერთი აქტივობიდან მეორე აქტივობამდე ზომავს, რა შედეგი მიიღო. და ცხადი ეხლა ერთ დიდ ოკეანეში თუ კენჭი ჩავარდა, ხო, იმისი აქტივობის გაზომვასაც აზრი არ აქვს. ამიტომ ისევ და ისევ უბრუნდები, რა არის მიზანი, რა გაქვს ბიუჯეტი, რას აკეთებ იმ ბიუჯეტში და ცხადია გაკეთებული ის გაზომვაც უნდა შეგეძლოს. ამას ერთი ადამიანი გუნდის გარეშე შანსი არ აქვს. ანუ მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი მიზანი, საშუალებები. აუცილებლად მიზანი, ბიუჯეტი, ცხადია დროის ფარგლებში, კონკრეტული ინსტრუმენტების ერთობლიობა და ეს უნდა იგეგმებოდეს კარგახნით ადრე, იმიტომ რომ ერთია დაგეგმა, მეორე შესრულების დროს ყოველთვის არის ხარვეზები, რომელიც პრობლემებს შეგიქმნია, შეიძლება იდეალურად აკინძული კონდეს გეგმა, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად სხვანაირად მოგიწევს იმის კეთება. გუნდი არის საჭირო. ამის გარეშე შორს ვეწავ. კვალიფიციური კადრები დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არაკვალიფიცირების ნიმუშებს ხედავთ კიდეც. 23 კანდიდატი არის დღეს დილით გადამოწვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რეგისტრირებული სუბიექტი. არსებობს საიტი პრეზიდენტი G, სადაც კანდიდატებს ეს არის ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტის მიერ შექმნილი საიტი, იმისათვის რომ ჩემნაირმა ადამიანმა გაიგოს რა არის მისი პროგრამა. მარტო 12 კანდიდატს უდევს იქ თავისი ხედვა და პროგრამა. დანარჩენი 11 23 კანდიდატია ხო რეგისტრირებული. სად არის 11 კანდიდატის პროგრამაც არა აქვს, თუ ვერ მივიდნენ იმ საიტამდე. დარწმუნებული ვარ იმ საიტის ორგანიზატორები მივიდოდნენ კანდიდატებამდე. მოკლედ ეს კიდე ერთი ნიმუშია იმისა, თუ რამდენად არაორგანიზებული არის ბევრი კანდიდატისთვის ეს კამპანია. და გაიცემის მიწროს ჩვენ სულ რამდენიმე წუთი გვაქვს დარჩენილი. ძალიან საინტერესო რჩევები, რომელიც მოვისმინეთ, თუ შეიძლება რომ დააგვირგვინოთ და გამოიმეტოთ, ესე გულუხვათ ჩვენი მსმენელისთვის. იქნება ეს რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი, იქნება დამწყები ბიზნესმენი თუ უბრალოდ მომხმარებელი, რომელსაც სურს გარჩევს თეთრი შავისგან. ერთგვარი რეზიუმე რომ გავაკეთოთ, რა უნდა გააკეთოს კომპანიამ ამ შემთხვევაში და როგორი უნდა იყოს მომხმარებლის ქცევა ამ დროს. მოდით ვთქვათ ერთი-ორი მოსაზრება კომპანიისთვის, ანუ ვინც აკეთებს რეკლამას და ერთი-ორი კომპანია მომხმარებლისთვის, ხო? და შეიძლება განთავსებაზეც შეგვიძლია. კი ბატონო, განთავსებაზეც. ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მაშინ განთავსებით დავიწყოთ. თქვენ ახსენეთ, რომ ტელევიზიის წილი არის ძალიან დიდი, მაგრამ ყოველდღიურად მხდება ადამიანების ჯგუფები, ასე ვთქვათ, რომლებიც ყოველდღიურად ამბობენ, რომ ნაკლებად უყურებენ ტელევიზორს. კი ბატონო. განთავსება არის, ანუ რა მედიას ირჩევ გზავნილის გასავრცელებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამ დროს უნდა გესმოდეს, რომ ყველა ინსტრუმენტი თავისებურად სასარგებლოა. ტელევიზიაც, რადიოც, გაზეთიც, ინტერნეტიც და თითოეულ აი ამ გარე რეკლამა და ასე შემდეგ კიდე თითოეულში კიდე მრავალი ვარიანტია. უნდა გესმოდეს თითოეული ინსტრუმენტის პლუსები და მინუსები. უგულებელყოფა რომელიმე შესაძლებელია. მე პირადად ამ სფეროში ცოტა გარკვეული ადამიანი არც ერთ სფეროზე ნამდვილად დახს არ დავსვამდი. ყველაფერს გამოვიყენებ აი ამ მედია საშუალებებიდან უბრალოდ დამოკიდებული ყველაფერი არის მიზნებზე, ბიუჯეტზე და სეგმენტზე ალბათ. მიზეც რა თქმა უნდა. მომხმარებლებს ახს ვეთყოდი მე მაგალითად. დღეს მომხმარებლები, ანუ ჩვენ ყველანი ვართ ძალიან ძლიერები. დღეს ჩვენ შეგვიძლია ან დავანგრიოთ კომპანია, ან შევქმნათ მას იდეალური პირობები, ასე რომ ჩვენ ვეცადოთ უბრალოდ მივიღოთ გამოცდილება, ნაკლებად მოვიტყუოთ თავი და ეს twin იმისთვის კი არა გვაქვს რომ შეგვისოს სივრცე. არა, უბრალოდ ხანდახან შევარხიოთ ხოლმე და გააზრებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები. თუ კომპანია იმსახურებს დახალისებას, ანუ ჩვენს მიერ მის პროდუქტში ფულის დახარჯვას გავაკეთოთ ეს, თუ არ იმსახურებს, არ გავაკეთოთ ეს. ნუ ლოიალობის დონე ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ლოიალობა უკვე ამას მოყვება ავტომატურად, თუ მე ვხედავ რომ კომპანია ასე ვთქვათ, მომწონს თავისი საქმიანობით, თავისი თუნდაც სარეკლამო კამპანიით და ზოგადად დადებითი შთაბეჭდილება მაქვს და ასე შემდეგ, ხო? ცხადია ეს გრძელვადიანში ჩემთვისაც კარგია, მისთვისაც კარგია. ეხლა კომპანიებს რას ვეთყოდი? კომპანიებს ვეთყოდი, რომ რა თქმა უნდა სარეკლამო საქმიანობა ეს, ნუ ისევე როგორც აცეთი სხვა, ადვილი არ არის. მნიშვნელოვანი არის მიზანი, მნიშვნელოვანი არის ბიუჯეტი, მნიშვნელოვანი არის დრო, მაგრამ აი ამ
ინფორმაციული კორიენტელის პირობებში. თუ არ იქნები განსხვავებული, თუ არ იქნები შემოქმედებითი და თუ ადამიანამდე კი არ მიხვალ მხოლოდ ადამიანსაც მოიყვან შენამდე, ეს დღეს არის აქტუალური. დღეს აღარ არის საკმარისი ის მეთოდები, რომელსაც ადრე იყენებდნენ ბიზნესები. დღეს თუ გააკეთებ და გაუშვებ რეკლამას, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით ყველაფერი მოთებულია. შენ უნდა მოახერხო, რომ რეკლამა კი არ გაუშვა, არამედ ადამიანებს შორის მოძრაობა შექმნა, ადამიანების ინტერესი მიიპყრო რაღაცით, განსხვავებული შემოქმედებითით. აი ეს არის ზოგადი რეცეპტი, თუ შეიძლება ჩვენს რეალობაში არიან კომპანიები, რომლებიც აკეთებენ ამას. ყველა თავისებურად ცდილობს, მე ძალიან მახარებს პირადად, აი როცა ვხედავ ძალიან კარგ კამპანიას, ხომ სიამოვნებს. სულად ბუნებრივია გადაცემის დასასრულს. კიდევ ერთხელ გეტყვით ძალიან დიდ მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის, საინტერესო რჩევებისთვის, თუმცა არ შემიძლია ვთქვა, ახლახანს ჩვენ რეკლამის დროსაც საუბრობდით ამ თემაზე, როდესაც გარე რეკლამაზე ქონდა აქცენტი გაკეთებული, სულ ცოტა ხნის წინათ ვნახე, რომ ნიუ-იორკში ქონდათ, რაც ჩვენ შემთხვევაში არ არის და ამ ვამბობ იმიტომ, რომ შესაძლებელია ვიღაცისთვის ეს იყოს მაგალითის მიმცემით, ავტობუსების ზედა ნაწილზე ქონდათ გაკრული რეკლამები, იმიტომ რომ იქ არის მაღალი კორპუსები და იქ მცხოვრებმა თუ მომუშავე ოფისებში მომუშავე ადამიანებმა გადმოხედვისას დაინახნენ. ეს ერთ-ერთი ხერხია მე მგონი, რომელიც იაპონიაში შემოიღეს მაგალითად ლამაზი გოგონების ბარძახზე სარეკლამო გზავნილების განთავსების მრავალი შემოქმედებითი გზა შეიძლება რაღაც მომენტალურად იხალისო, მაგრამ ხო გამოიწვია ვაუ ეფექტი. ეს უკვე მიზანი მიღწეულია იმ კონკრეტულ წერტილში. შეიძლება სხვა დროს სხვაგან არავინ გამოიყენოს, მაგრამ იმან ხო მოიფიქრა იმ წერტილში ხო გამოიყენა. ესე იგი შედეგი მოიტანა რაღაც კონკრეტული. იყავი განსხვავებული, კონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი, ყავდეს კარგი გუნდი. მე მგონი, ალბათ მაგითი მინიმუმ უნდა იყოს დაწყება. დანარჩენი მე უკვე როგორ ვიმუშავებთ იმაზეა. ძალიან დიდი მადლობა. რეკლამის ფსიქოლოგია გახდათ PR ფორუმის მთავარი თემა დღეს. სტუმრად დარიელ ზივზივაძე, პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი, საუკეთესო სურვილებით, წარმატების სურვილით, გემშვიდობებით მომავალ საერთოდ შეხვედრამდე ბედნიერად. წარმატებებს გისურვებთ. როგორ აამუშაო შენი იდეა? როგორ დაგეგმო შენი წარმატება? როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას? შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე.